მოგესალმებით, გოგოებო და ბიჭებო, გავაკეთებ თქვენთვის მოკდა გასვლას, დიდი ხანია გასვლა არ გამიკეთებია და ვნახოთ თქვენი ურთიერთობა. არა აქვს მნიშვნელობა, გოგონა უყურებს თუ ბიჭი, ორივესთვის რეზონირდება 70% თუ რეზონირდა, შეგიძლიათ დარჩეთ და უყუროთ, ნახოთ რა ვითარებაშია თქვენი ურთიერთობა, თქვენი განწყობა, თქვენი პარტნიორის განწყობა. ეხლა ამ წუთას რა მდგომარეობაშია? როგორი დამოკიდებულება აქვს თქვენს პარტნიორს, როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ამ ურთიერთობაში და რა იქნება საბოლოოდ. და დავიწყოთ პირველი ესე. რა განწყობა გაქვთ თქვენ, როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ამ ურთიერთობის მიმართ. ესე, ეს პარტნიორს და რა იქნება საბოლოოდ. დავიწყოთ. ეხლა აქტუალური მდგომარეობა თქვენს ურთიერთობაში არის სიცივე, შესაძლებელია რომ 70% ამ ურთიერთობაში იყოს დაწყობარი, უსიამოვნება, არ იყოს არანაირი კონტაქტი, მაგრამ ერთმანეთს უთვალთ, გაინტერესებთ ფარულად ორივეს, რას აკეთებთ, როგორ ცხოვრობთ ერთმანეთის გარეშე, მაგრამ კომუნიკაცია არ არის ან ძალიან მცირედი, მაგრამ ფიქრებით ძალიან ბევრს ფიქრობთ ერთმანეთზე. ვინც უყურებს, იმის დამოკიდებულება ამ ურთიერთობაში არის ასეთი, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ძალიან ეს ურთიერთობა. ვიტყოდი, რომ ორივესთვის მნიშვნელოვანია, არა მარტო თქვენთვის, რადგან აქ ორივესთან არის მაღალი არკანები, თქვენთან არის ძალის არკანი და ეს ურთიერთობა თქვენთვის მართლა მნიშვნელოვანია, ძვირფასია, ასევე თქვენ ენერგიულად და ენერგეტიკულად აძლიერებთ თქვენს პარტნიორს, ის ამ ურთიერთობაში გრძნობდა თქვენს ძალას, ემოციურად ასაზრდოვებდით მას და მატებდით სიძლიერეს. ასევე ვიტყოდი, რომ თქვენ პიროვნულადაც ძლიერი ადამიანი ხართ, სამართლიანი ადამიანი ხართ, ითხოვთ ამ ურთიერთობაში სამართლიანობას. ვიტყოდი იმას, რომ შესაძლებელია რაღაც აქ სამართლიანობის და ძალის არკანი ამოვიდა თქვენ მხარეს, რომ აქ ცოტათი თქვენ უსამართლოდ მოგეკთა თქვენი პარტნიორი და თქვენ საზღვრებს იცავთ და აჩვენებთ თქვენ საზღვრებს. ასევე თქვენ მის მიმართ გაქვთ რა თქმა უნდა გრძნობები და თქვენ გეტყოდით იმას, რომ მისი გული თქვენ ხელთ არის, იმიტომ რომ ესეთი გლიფი გვაქვს ამ დასტაში და ასე ვთქვათ, მისი გული თქვენ გიკავიათ. ფიქრობთ ამ ურთიერთობაზე და რა თქმა უნდა არ გინდათ ამ ურთიერთობის დასრულება. და ვიტყოდი იმასაც, რომ თქვენ ამ ურთიერთობაში ბევრი ძალისხმევა ჩადეთ, ელოდებით უკანვე ისეთივე გრძნობებს და ემოციებს, რაც თქვენ ამ ურთიერთობაში ჩადეთ. რა დამოკიდებულება აქვს თქვენს პარტნიორს ამ ურთიერთობაში? თქვენ ხართ მისთვის იმპერატრიცა, უმნიშვნელოვანესი ადამიანი მისთვის, ძვირფასი, საყვარელი, მისთვის ულამაზესი და ზოგისთვის აქ შეიძლება იყოთ თქვენ მეუღლე, ანუ აქ იყოს ოჯახი, ვისთანაც არ არის ოჯახი, უბრალოდ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხართ თქვენი პარტნიორისთვის. გეტყოდით იმას, რომ თქვენი პარტნიორი ეხლა აქ ამ დისტანციაზე არანაირად არ მოქმედებს, ის უბრალოდ ფიქრობს, რაღაცას ელოდება, ვიტყოდი, რომ ასევე ისვენებს, განმარტოებულია და ისვენებს თავის ფიქრებში და არ გამოვრიცხავ, რომ ის აქეთ ელოდება
ელოდება თქვენგან შეხმიანებას. აქ არის 6-იანი თასები. 6-იანი თასები არის კარმული კარტი, აქ არის ან ოჯახი, ან ყოველ შემთხვევაში ისეთი წყვილი, რომელთანაც არის ძალიან დიდი ინტუიციური კავშირი, მენტალური კავშირი და გრძნობები, სიღრმისეული გრძნობები, ერთმანეთს დისტანციაზეც გრძნობთ. საბოლოოდ რა იქნება? საბოლოოდ იქნება კავშირი, ურთიერთობა, ეს ურთიერთობა დაპაუზებულია და აქ არ არის დასასრული, აქ აუცილებლად აღდგება ურთიერთობა, იქნება კავშირი, კომუნიკაცია შედგება, იქნება შერიგება, ყოველ შემთხვევაში მერე ვნახოთ როგორ განვითარდება ეს ალბათ შემდეგი საჯარო გაშლაზე გამოჩნდება, შემდეგ საჯარო გაშლაზე გამოჩნდება, ყოველ შემთხვევაში აქ არის ურთიერთობის გაგრძელება, შერიგება. თუ მოგეწონათ ეს საჯარო გაშლა დააკომენტარეთ, დალაიქეთ და ვისაც გსურთ პირადი გაშლა მომწერეთ პირადში და გამოვნახავთ თქვენთვის დროს. გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერ ურთიერთობას. მადლობა.